დღეს არის 21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში მინდა ყველა ჟურნალისტს მივულოცო, ასევე მინდა მივულოცო ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის ჟურნალისტებს ეს დღე. 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. მედიის წარმომადგენლები პროფესიულ დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. ქართული ჟურნალისტიკის დღე სწორედ 1993 წლის 21 მარტს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ამ დღესთან დაკავშირებით საუბრობენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. ისინი ხაზს უსვამენ საზოგადოებაში მედიის ადგილის მნიშვნელობას. ქალაქებს გონიათ, რომ ჟურნალისტობა ეს არის პრესტიჟული საქმიანობა, გარკვეულ პრივილეგიას ანიჭებს მედიის წარმომადგენლებს, მაგრამ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ ეხება მოქალაქის პრობლემას, ამ დროს გრძნობს ის თვითონ რას ნიშნავს მედიის მხარდაჭერა. ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დღეს ამ ქვეყანაში ამ სფეროში ასე რომ ვთქვათ, წარმომადგენელი ადამიანები დგავართ, რომ არ იყოს მედია, არ გეცოდინებოდა ის მაგალითად კორუფციის ფაქტები, არ გეცოდინებოდა ბევრი ესე რომ ვთქვათ მიმალული რაღაცა. Ვფიქრობ, რომ ჟურნალისტობა და ზოგადად მედია სივრცეში მუშაობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მით უმეტეს რეგიონში, იმიტომ რომ ჩვენ აქ უშუალოდ გვაქვს შეხება მოქალაქეებთან, ადამიანებთან და უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვუდგებით საქმეს, თან ყველაფერთან ერთად მედია წარმომადგენლები თამაშობთ ძალიან დიდ როლს ჩვენ საზოგადოებაში. იყო ჟურნალისტი, იყო მედია წარმომადგენელი, ყველაფერთან ერთად არის საკმაოდ რთული საქმე და ჟურნალისტებს მოუწოდებ, რომ ემსახურონ ხალხს და იმ საზოგადოებას, ვისთვისაც იქმნება ეს ყველაფერი. თარიღს საფუძვლად პირველი ქართული გაზეთი, საქართველოს გაზეთის დაარსების დღე დაედო, რომლის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.